ლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს მოიცავს ჩვენი ახალგაზრდების იმ 17 სტიპენდიანტის წარმოჩენას, რომელიც ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში თორაძის ფონდმა და ჩვენმა ფესტივალმა აირჩია. წელს რეგიონებში გავემგზავრებით ამ ახალგაზრდებთან ერთად საჩხერეში, ამბროლაურში და ქუთაისში, სადაც ისინი ჩაატარებენ კონცერტებს, ჩვენ ჩავატარებთ ღია გაკვეთილებს. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი, საერთოდ ახალგაზრდებთან ურთიერთობა და მათი წინ წამოწევა და ხელშეწყობა არის ერთ-ერთი მთავარი თუ უმთავრესი არა ჩვენი ფესტივალის, ქალბატონ ნინოსა და ჩემი სურვილი იყო ყოველთვის რომ ეს კომპონენტი ძალიან გააგვევითარებინა, რამე თუ ბატონი გუგული თორაძის და ლექსო თორაძის ერთ-ერთი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო. სწორედ იმ ახალგაზრდებისთვის ხელი შეწყობა, მათ შორის მეც როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, გამიმართა ახლა. და ესე ერთი სიტყვით ეს ყველაფერი ეს გრძელდება, მაგრამ ხვალ 10-ში ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული საღამო, რამე თუ ჩამობრძანდებიან მსოფლიოში ახალგანთქმული, გამოჩენილი და რაც თავარია უმაღლესი რანგის მომღერლები. ცითრა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ფესტივალი საკმაოდ განებივრებული არის უმაღლესი რანგის მუსიკოსების მონაწილეობით და ეს გაგრძელდება შემდეგ წლებში, მაგრამ ეს ხვალინდელი დღე არის განსაკუთრებული, მათო ლუდოვიკ ტეზიერის სახელი საკმარისი არის იმისთვის, რომ ვოკალურ ჟანრში ვინც მოღვაწეობს, მიხვდეს რამხელა მნიშვნელობის არტისტი ჩამოდის და ასევე ანალიზა სტროპა, რეჩელ სორენსენი, რომელიც ასევე ახალგანთქმული ამერიკელი მომღერალი არის, ფრანჩესკო დე მურო. მე უბრალოდ მინდა რომ ჩვენ არაჩვეულებრივ ქართველ ბანს გიორგი ანტოლაძეს დიდი მადლობა გადავუხადო, მეც და ქალბატონი ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ მისი, ამიტომ თვითონაც მიიღებს მონაწილეობას და სწორედ აი გიორგის ხელშეწყობით და მისი მხარდაჭერით და თავისი მეგობრობის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი დამადასტურებელი იყო, სწორედ ამ ახალგაზრდების, ამ მუსიკოსების ხვალინდელი კონცერტი. ძალიან საინტერესო კონცერტი გაიმართება ოპერისა და ბალეტის თეატრში. მე უბრალოდ სწრაფად გადავალ, შორს 7 რიცხვში გაიხსნა ფესტივალი. ვახტანგ კოდანაშვილის როგორც სოლისტი, პიანისტი, ბალეტის თორაძის ყოფილი სტუდენტის მონაწილეობით, რომელმაც შეასრულა გოგი ჩლაიძის საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც მეწვრთნელი იყო ბატონ ლექსო თორაძის სადმი, ასე ჩვენი ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ჩვენი საფესტივალო ორკესტრი არის და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით შედგა ეს 13-ში უკვე იქნება კამერული და ფოლკლორული მუსიკის საღამო, სადაც მეც მივიღებ მონაწილეობას ვერიკო ჭუმბურიძესთან და გიორგი ლომდარიძესთან და ჩვენ საყვარლის ნოდარ ჟვანიასთან ერთად და ასევე გიორგი ჯორჯაძესთან და ანსამბლი ბასიანი, რომელიც ჩვენი ძალიან დიდი ხნის მეგობარი ანსამბლი არის, ძალიან დიდი ბევრი რამ გვაკავშირებს მათთან. ისინი მიიღებენ მონაწილეობას და ძალიან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კიდე ჩვენთვის და ჩემთვის და ქალბატონი ნინოსთვის არის 18 უკვე დახურვა დასკვნითი საღამო, სადაც იქნება ქალბატონი ლიანა ასათიანის ალბათ ნინოს და ლექსოს დედის 100 წლისადმი მიწვნილი, ესე იგი, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე წარუწყობა და ამასობაში ჩვენ უკვე ღია გაკვეთილებით ჩავატარეთ, ეს გაგრძელდება რაიონებში, შევარჩევთ ასევე სტიპენდიანტებს და მოკლედ ძალიან ბევრი ვილაპარაკე, პირდაპირ გადავედი ქალბატონ ნინოსთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი და საინტერესო ღონისძიებებია და განსაკუთრებით რეგიონების მომენტი, რომ ჩვენ რეგიონებში გავიდეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნამდვილად ესეა. ქალბატონ, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მასშტაბი ფესტივალის იზრდება წლიდან წლამდე, 2023 წელს დაფუძნდა ფესტივალი და რა მოგცათ აი ამ წლების გამოცდილებამ, როგორც ორგანიზების, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით, აი წელს უკვე რა სიახლეები შეიტანეთ ფესტივალში? პირველ რიგში ჩემი აზრით ფესტივალი რო იზრდება ეს ფაქტია, იმიტომ რომ უკვე იმდენი ახალგაზრდაა ჩაბმული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იცით? რაც თავიდანვე იყო მიზანი, რამდენიც. თავარი მიზანი ეს იყო და უკვე რო 17 ახალგაზრდა თორაძის ფესტივალის სტიპენდიანტია, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და მათ რო ჩვენ ასპარეზს ვაძლევთ და სცენაზე დგებიან და ერთად გამოდიან ძალიან ცნობილ და ძლიერ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ ლექსოს ყოფილი სტუდენტები, მე მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. ეხლა რაც შეეხება პროგრამას, ჩემი აზრით, ჩვენ ყოველთვის ძალიან საინტერესო პროგრამით წარვდგებით მაყურებლის წინაშე. ეხლა წელს, რა თქმა უნდა, ყველა კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის რომ 10 რიცხვში ამდენი ვარსკვლავი ერთად დგას ოპერის სცენაზე, ეს ნამდვილად არის ძალიან დიდი მე ვიტყოდი დღესასწაული.
იმიტომ რომ გიორგი ნამდვილად ანტღულაძემ უდაოდ ძალიან ამოგვიდგა მხარში და საერთოდ მომავალშიც დარწმუნებული ვარ, რომ ფესტივალის ერთ-ერთი დიდი მეგობარი იქნება. ეხლა რაც შეეხება 18 რიცხვს, რაც ხა ჩემთვის ყველაფერთან ერთად ძალიან ემოციურია და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ალბათ არის ყველაზე ასეთი ცენტრალური საღამო მთელი ფესტივალის, იმიტომ რომ ნუ ხა დედას უსრულდება 100 წელი და ნიკოლოზ წულუკიძე, რომელსაც დედასთან მეგობრობა აკავშირებდა, თქვენ წარმოიდგინეთ, მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი ამ პატარა ბიჭს, ამ ლიანასთან ნეტავი რა აკავშირებდა, საათობით ეჯდა დედას და რაღაცები სულ ყველაფერს რაღაცა პატარა ასეთ მეებს იწერდა და ჯერჯერობით მახსოვრობა აქვს რაღაც ფენომენალური, ამიტომ აი ისეთ რაღაცებს იხსენებს, რაც მე თვითონაც კი არ ვიცი. აი ამიტომ ჩემთვის ახლა ეს საღამო გარდა იმისა, რომ ეს დედას ეძღვნება, საინტერესოც არის, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოლოზი რაღაცა ახალი ისტორიებით წარდგება დედას შესახებ. ესე რომ ჩემთვის მე მგონი ყველა კონცერტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. 13-ის კონცერტი მოდის ახლა გარდა 10-ისა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქართველი მუსიკოსები ჩამოდიან, სახელგანთქმული ქართველი მუსიკოსები. ეს ვერიკო ჭუმბურიძე, გიგი ლონდარიძე, რომელიც არის ჰონკონგის ორკესტრის ესე იგი თავარი კონტრაბასისტი. ამიტომ იცით, აი ამდენ ახალგაზრდას უყრით ჩვენ თავს. და არ არის ეს მარტო ფესტივალი იმისთვის, რომ კონცერტები შედგეს. ამას აქვს ძალიან ღრმა, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა იმისი, რომ ჩვენი მთავარი ღერძი არის ფესტივალის ახალგაზრდები და მათი ხელშეწყობა. აი ეს არის, რაზედაც არის აგებული ეს ფესტივალი და ეს როგორც ედიშერმა უკვე თქვა, ეს ნამდვილად იყო მამას და ლექსოს მთავარი საკითხი ცხოვრებაში, რომ ახალგაზრდებს გვერდში დგომოდნენ. მე გავიზარდე, რომ ისე რომ მამას აი მართლა აი გულწრფელად გეუბნებით, აი არანაკლებ ყურადღებას აქცევდა თავის სტუდენტებს, ვიდრე მის საკუთარ შვილებს. ამიტომ აი ასეთ ატმოსფეროში ვარ მე თვითონ გაზრდილი და ლექსოც ესევე იყო. და ამიტომ აი ეს ტრადიცია ჩვენ გვინდა ის ადამიანები, ვინც ლექსოსთან გაიზარდნენ, ფაქტიურად ედიშერი საერთოდ პატარა ბიჭი იყო, როდესაც წავიდა. აქედან გამომდინარე, ვინც ლექსოსთან გაიზარდა, ვინც შეისხორცა მისი, ასე ვთქვათ, თვისებები, რომ ეს ნათლად ჩანდეს ჩვენ ფესტივალში. მე უბრალოდ დავამატებ რა ისტორიული სტიპენდიები, რომელსაც ჩვენი ფონდი კაბოტონ ნინოს თაოსნობით და სურვილით რომ ეს ყველაფერი ესე გაგრძელება, ეს არ არის ერთჯერადი სტიპენდია, ეს არის მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია, რომელსაც იღებენ ეს სტუდენტები. ერთი წლის განმავლობაში ნიშნავთ არა? ჩვენ 17 სტიპენდიანტი რომელიც ყავდა, იმათ საკმაოდ წამახალისებელი და კარგი არის განსაკუთრებით ხა ჩვენ რეალობაში. გარდა ამისა, ჩვენ ყავს კიდე ჩვენი პარტნიორები, ვისთან ერთად და ჩვენ სადაც მე ვმუშაობ, ალაბამას უნივერსიტეტი, რომლებმაც მე უკვე ორი სტუდენტი მთლიანი დაფინანსებით წაყვანილი მყავს და კიდევ ერთი სტუდენტი, კონტრაბასისტი, არაპიანისტი, ჩემმა კოლეგამ დაპატიჟა მთლიანი დაფინანსებით წლიური $60,000 პაკეტი, რომელიც 5 წლის განმავლობაში ხდება. სამხელოდ მე უკვე ვისწავლე, რომ უკვე ციფრებით უნდა ვისაუბრო, რომ ეს გასაგები იყოს რა არის, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პაკეტი არის ქართველი სტუდენტისთვის, რომელსაც აქვს საშუალება, რომ უცხოეთში შვიდგარემოში ძალიან დიდ უნივერსიტეტში მოიკიდოს ფეხი, განავითაროს საკუთარი თავი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი კიდე შემადგენელი ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენი შემდეგი წლის და უკვე მომავალ 27 წლის გეგმები რაც აქვს უკვე ფესტივალს და ჩვენ უკვე სურვილი და რაც ვიცით რომ ჩვენ უნდა რომ განახორციელოთ, ეს შემადგენელი ნაწილი იქნება, რომ ჩვენს ახალგაზრდებსაც უფრო მეტად მიეცათ შანსი, რომ საკუთარი თავი წარადგენონ უფრო ფართო არეალში, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე კიდე მინდა თუ შეიძლება დავამატო, რომ აი ჩვენთვის ასევე
არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრადიციული მუსიკის შერწყმა კლასიკურ მუსიკასთან. აი ესეც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გალობის უნივერსიტეტი იცით რომ ჩვენი თანადამფუძნებლები არიან და ამიტომ ჩვენ აი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ აი ეს კლასიკური მუსიკა და ტრადიციული მუსიკა რაღაცნაირად ერთად განავითაროთ ჩვენ ფესტივალში. ამიტომ ყოველთვის პირველ ფესტივალშიც ბასიანი იყო ჩვენთან და წელსაც იქნება. ასევე ალაბამას უკვე აქვს დადებული ესე იგი მემორანდუმი გალობის უნივერსიტეტთან. აქედან გამომდინარე, აი ეს ამასაც ვანვითარებ. მე მგონი თუ არ ვწდები უკვე გადაწყვეტილება მიღებული რომ კონსერვატორიასთანაც არის მემორანდუმი. მემორანდუმი უკვე ჩვენ ფესტივალთან თავისთავად პირველი ჩვენ და აი ასე რაღაცნაირად საგანმანათლებლო ასე ვთქვათ ხას ძალიან სერიოზულად ვანვითარებთ. ბატონო ედიშერ, თქვენ ახსენეთ აი მომდევნო წლების გეგმები ფესტივალთან დაკავშირებით, როგორც მივხვდი ამ გეგმების ნაწილი უკვე არსებობს. ზოგადად ორგანიზების თვალსაზრისით, აი რამდენად რთული არის ამ ფესტივალის ორგანიზება და როდის იწყება, რამდენი ხნით ადრე იწყება, ვიდრე უშუალოდ ჩვენ კი ადრე ვიწყებთ. მაგრამ იცით რა, იმ რეალობიდან გამომდინარე რა რეალობაშიც ჩვენ ვართ საქართველოში და საზღვარგარეთ პრინციპში რაღაც დამთხოვები არის, მაგრამ რაღაცებში ჯერჯერობით არ მომთხოვთ, რომ რაღაც ელემენტები ცოტათი ადრე იგეგმება ან ცოტა გვიან ხორციელდება. ყოველ შემთხვევაში საბოლოო თავარი რომ საბოლოო შედეგზე აისახოს ჩვენი სურვილი და ეს ყოველთვის ესეც ხდება. მაგრამ ჩვენ უკვე წელს და უკვე წლევანდელ ფესტივალამდე უკვე 27 წლის ფესტივალსაც უკვე გეგმავთ. ასე რომ ბევრი საინტერესო რამ გველის წინ ძალიან ეხლა უკვე რომ გადავალოთ თვალი წინა ორ ფესტივალს, არა ესე იგი უზარმაზარი პალიტრა იყო მუსიკოსების, არტისტების, ჟანრების, იმიტომ რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ ფოლკლორის ასე ვთქვათ, ხალბანინომზანა ეს ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ზოგადად ქართულ კულტურაში, თავისთავად კლასიკური მუსიკა, თავისთავად საფორტეპიანო, ასევე გქონდა ელექტრონული მუსიკა და ეს საკომპოზიციო, რომელიც ბატონი გუგული თორაძე კომპოზიტორი გახდა, რასაკვირველია, ვიცით ჩვენთვის სახელოვანი და ძალიან ჩვენთვის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე საკომპოზიციო ელემენტი ყოველთვის ქართველი კომპოზიტორი ბატონი იოსებ ვარდანაშვილის კონცერტი შესრულდა, აგერ გოგი ჩლაეძის, ასევე სერგეი პროკოფიევის შვილიშვილი გვახდა, შარშან რომელმაც შეასრულა ასევე თავისი კომპოზიციები, რომელიც იყო ელექტრონული მუსიკის და კლასიკური ასე ვთქვათ ინსტრუმენტების დააპირებს დაბრუნებას, სხვადასხვა ჟანრები და მიმართულებები არ მხოლოდ მუსიკის გარშემო რაც არსებობს. ამას კიდე დაემატება სხვა ჟანრებიც, რომელიმე თუ მე ჯაზი მინდა. აი როგორც ზუსტად ამის თქმა მინდოდა, რომ ჯაზი იყო ლექსოს და ბატონი გუგულის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და ამასაც აუცილებლად შეემატება და კიდევ რამოდენიმე სხვა ელემენტის დაემატება. ამიტომ ძალიან დატვირთული და მსუყე მიმართულებით მივდივარ და რაც თავარია, ეხლა ეს სორტის მომენტი, რომ ჩვენ რეგიონებში გვექნება გასვლები და ამას აუცილებლად. თუმცა ეს ადრეს გქონდა ჩვენ პირველ ფესტივალზეც პროკოფიევის ყველა სონატა შევასრულეთ თელავში, მაგრამ ეხლა ეს ისედაც იშვიათად სრულდება ყველა სონატა და ხა ნუ თელავში ალბათ არასდროს არ შესრულებულა. და ერთი სიტყვით გელოდებით, მობრძანდით. კი, თავარია მობრძანდით და უღრმეს მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის.